9 მაისს მოსკოვში უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნებადართული აღლუმი სულაც არ გავდა გამარჯვების აღნიშვნას. ამის პარალელურად კი ცხინვალმა რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც ოფიციალურად ემზადება რუსეთთან ინტეგრაციისთვის. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ცხინვალსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და იმაზე თუ რეალურად როგორ გამოიყურება რუსეთი ომის მეხუთე წელს. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია უსაფრთხოების პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თქვენი მოსაზრებები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს არის რუსეთი და კონკრეტულად 9 მაისის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მინდა საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ასე ვთქვათ, გლობალურადაც და საქართველოსთვისაც. გლობალურად იმიტომ, რომ ის მოვლენები, რაც 9 მაისს განვითარდა, საშუალებას გვაძლევს ანალიზი გავაკეთოთ. რუსეთი რეალურად როგორ გამოიყურება ომის მეხუთე წელში და საქართველოსთვის, იმიტომ რომ გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც სამწუხაროდ ისე ფართოდ განხილული არ არის ამის მნიშვნელობა და მინდა ზუსტად აქედან დავიწყოთ. მოდით საქართველოთი დავიწყოთ და შემდეგ უკვე გლობალურ თემაზე გადავიდეთ. 9-ში გაფორმდა ხელშეკრულება ცხინვალსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, რომელიც როგორც სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა გაგლოევმა განაცხადა, არის წინ გადადგმული ნაბიჯი რუსეთის და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების მიმართულებით და ასევე დაამატა, რომ რუსეთს აღიქვამენ როგორც სამშობლოს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესეთი ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, ერთი ნაბიჯი გადადგმული. და მოდით ჩვენ მაყურებელს აუხსნათ, რა ხელშეკრულებაზე არის, რა დოკუმენტზე არის საუბარი და რას მოიცავს ეს დოკუმენტი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და დაგეთანხმოთ იმაში, რომ სამწუხაროდ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების თემებს რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ უფრო მეტად მივიწყებულია, ვიდრე იმის ნაცვლად, რომ ეს ყველაზე უფრო აქტუალური თემები იყოს ჩვენთვის. ეხლა რაც შეეხება ამ შეთანხმებას. ამ შეთანხმებაში რაც იქცევს პირველ რიგში ყურადღებას, ეს არის მის სათაურში და ტექსტში არაერთხელ განმეორებული სიტყვა ინტეგრაცია და შინაარსი ბუნებრივია მთლიანად ისე არის, რომ ხდება სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში. და რატო არის ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? ჩვენ თუ ჩავხედავთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ბოლო დოკუმენტს, ბოლო სტრატეგიას და შევადარებთ მის წინამორბედ მოკ დოკუმენტს, ანუ იგივე რუსეთის საგარეო პოლიტიკის 2016 წლის სტრატეგიას. აღმოვაჩენთ ძალიან მნიშვნელოვან განსხვავებას ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და რა განსხვავებაზეა საუბარი. წინა სტრატეგიებში მასმერე რაც აღიარა რუსეთმა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ყველა მის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში ესეთი შინაარსის ჩანაწერი გვხვდებოდა, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის გამტკიცებას, საერთაშორისო აღიარებას, რაც არ უნდა სასაცილო იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ასე შემდეგ. ბოლო საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში ეს ჩანაწერი საერთოდ გამქრალია და მის ნაცვლად იცით რა შინაარსის ჩანაწერი არის გაჩენილი. რომ რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების ნებას მოახდინონ ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში. ეხლა რას ნიშნავს სტრატეგიული დონის დოკუმენტში ასეთი ცვლილება? ეს ნიშნავს იმას, რომ
შეიცვალა მიდგომა რუსეთის ფედერაციისა. შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ადრეც ის, რა თქმა უნდა, არც საერთაშორისო დიდად არც ამ რეგიონების საერთაშორისო აღიარებისთვის იღწოდა, მაგრამ ეხლა, ასე ვთქვათ, ჩანაწერის დონეზედაც გააქროს და ჩაწერა ინტეგრაცია ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციაში, რაც რეალურად ნიშნავს მისი ნამდვილი მიზნის გაცხადებას, დეკლარირებას, რაც ჩემი აზრით იმაში მდგომარეობს, რომ დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი საერთოდ რომ საქართველო არ არსებობდეს და არ არსებობდეს სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც ასე ვთქვათ, და არ არსებობს რუსეთის გარდა ისეთი ფაქტორები, რომელიც ან აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ან ცხინვალის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მოქმედებს. ეს ფაქტორებიც რო არ არსებობდეს, რუსეთის ფედერაციის ამოცანა და მიზანი ამ რეგიონებთან მიმართებაში არის მათი საბოლოო და მთლიანი ინტეგრაცია რაღაც ფორმით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ეხლა ეს კონტექსტი თუ შეიძლება ცოტა კიდევ უფრო გავშლი, რომ გასაგები გავხადო ჩვენი მაყურებლისთვის, რას გულისხმობ. აი, როდესაც ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა, მას შემდეგ რუსეთის საექსპერტო საზოგადოებაში ძალიან აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში რაღაც ახალი ტიპის გაერთიანება უნდა შევქმნათ. და ამ გაერთიანებაში უნდა მოხდეს სომხეთი, ან ჯერ მაშინ კიდე ყარაბაღი რაღაც ფორმით არსებობს და რუსის სამშვიდობოები არიან განთავსებული იქ და ასე რომ სომხეთს კიდე მიიჩნევენ, რომ გავლენის ბერკეტი აქვთ და მათი, ასე ვთქვათ, მოკავშირეობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. რა თქმა უნდა ახსენებდნენ ბელარუსს, რა თქმა უნდა ახსენებდნენ დონეცკს და ლუკანსკს, რომელიც მაშინ ნაწილობრივ ჰქონდათ ოკუპირებული, ყარაბაღსაც, აფხაზეთსაც, ცხინვალის რეგიონსაც და თუ არ ვსწრები ყაზახეთსაც. ანუ ეს ახლა ეს არ არის იმის თქმა არ მინდა, რომ ასე ვთქვათ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და კონფიგურაცია უკვე დანახული ჰქონდათ ზუსტად, მაგრამ კონცეფცია, რომ ახალი ტიპის გაერთიანება უნდა შექმნილიყო, სადაც ეს სუბიექტები რუსეთის ქუთქვეშ მოიყრიდნენ თავს, ეს კონცეფცია უკვე მყარად იყო ჩამოყალიბებული. უკრაინის ომმა, რა თქმა უნდა, ეს კონფიგურაცია შეცვალა. რა თქმა უნდა, შეცვალა, ასე ვთქვათ, ისიც რომ რუსეთი ღია ანექსიაზე გადავიდა ტერიტორიების ფორმალური ანექსიის ნაცვლად ღია ანექსიაზე გადავიდა ოკუპირებული ტერიტორიების. რა თქმა უნდა შეცვალა მისი კონტექსტი სომხეთთან, რა თქმა უნდა შეცვალა მისი კონტექსტი ყაზახეთთან, ყარაბაღი საერთოდ აღარ არსებობს, მაგრამ განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთიც ისევ მოწყვლადად რჩება ამ გეგმებში. ანუ საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ეს შეთანხმება რაღაცნაირად ეხმიანება და მგონია, რომ აი რუსეთის იმ გეგმისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ არ ვიცის, რა თქმა უნდა, ზუსტად რა ფორმით, მაგრამ ცხინვალის რეგიონი აღმოჩნდეს რუსეთის შემადგენლობაში ან რუსეთის ქუთქვეშ ჩამოყალიბებულ ახალ გაერთიანებაში. სხვათა შორის პრეამბულაში ისიც არის დასაწყისში უბრალოდ პრეამბულაში კი არა ამ შეთანხმების, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო მათ შორის იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანებას, რომელიც რუსეთის მიერ არის და რუსეთის ინიციატივით არის ჩამოყალიბებული. გონია რომ აი ესეთ სამწუხარო სურათს ვიღებთ ჩვენ ახლა ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში და არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, აფხაზეთთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ ესეთი გეგმები აქვს. არ ვარ დარწმუნებული რომ სხვა ფაქტორების გამო რომ ამ გეგმების განხორციელებას ბოლომდე მოახერხებს, მაგრამ გეგმა ცხადია რომ აქვს. თან ამ გეგმის განხორციელებას ალბათ ისიც შეუწყობს ხელს თუ ეს რუსეთმა გადაწყვიტა, რომ საქართველო დახვდება ამ ყველაფერს ძალიან სუსტი პოზიციებით. და ამ სუსტ პოზიციებში გულისხმობ იმას, რომ საქართველოს
გაფუჭებული აქვს ურთიერთობა ყველა მის სტრატეგიულ პარტნიორთან, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ დღესაც უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ ადრე გაცილებით უფრო ეს ხარდაჭერა გაცილებით უფრო ხელშესახები იყო. კი ბატონო, ჩვენ ვხედავთ ორ თითქოს განსხვავებულ რეალობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზები, რომლებიც ერთის მხრივ რუსეთი არის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღიარების თვალსაზრისით და ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ბოლო წლებში ვნახეთ, რომ ისინი მაინდა-მაინც პრორუსულ პოლიტიკას ცდილობენ არ გაატარონ. მაგალითად, აი მიწების გაფორმების მიმართულებით გამოსვლებიც იყო, მთავრობაც შეიცვალა მაგის გამო, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც გატარდა ის პოლიტიკა, რაც რუსეთს უნდოდა, მაგრამ მაინც თითქოს საზოგადოებაში დიდი სურვილი არ არის, რომ რუსეთში ინტეგრირებული იყოს, მათ უნდათ, რომ იყონ რუსეთზე დამოუკიდებული, დოტაციაზე აყვანილი, მაგრამ ასევე რაღაც დამოუკიდებლობის ელემენტებიც ჰქონდეთ. ცხინვალის რეგიონში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ბოლო წლები არის აქტიურად გვესმის, რომ მაშინაც კი, როდესაც რუსეთის მხრიდან მაინდა-მაინც დიდი ენთუზიაზმი არ იყო ინტეგრაციის მიმართულებით, ცხინვალში მაინც იყო ამაზე საუბარი, რომ უნდა გავერთიანდეთ, უნდა შეუერთდეთ და ასე შემდეგ. მოსალოდნელია თუ არა დაახლოებით ამ ტიპის ინტეგრაცია შემდეგ უკვე აფხაზეთში რომ ნახოთ, თუ ეს არის ექსკლუზიურად ცხინვალის მიმართულებით? არ არის ექსკლუზიურად ცხინვალის მიმართ. მე მგონია, რომ რუსეთს გეგმა აქვს ერთი და იგივე გეგმა აქვს ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, აფხაზეთთან მიმართებაში და საქართველოსთან მთლიანობაში. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ეს გეგმა უფრო ადვილი განსახორციელებელია. მეორეა ის, რომ რუსეთს რამდენად აწყობს მარტო ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ამის განხორციელება და რატო არა ეგრეთ წოდებულ პაკეტში, ანუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ერთიანად. ეხლა აქ ჩვენ ერთი რამე შეგვიძლია გავიხსენოთ. როდესაც 2014 წელს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული შეთანხმებები გაფორმდა მოსკოვსა და ცხინვალსა და მოსკოვსა და სოხუმის შორის, აი აფხაზური ნაციონალიზმი, რომელიც ყოველთვის, ასე ვთქვათ, მკვეთრად გამოხატული იყო ბევრად უფრო ვიდრე ოსური, მაშინ შეეწინააღმდეგა ამ შეთანხმების გაფორმებას, ანუ წინააღმდეგი კი არ წავიდა. შეეცადა, რომ რაღაც შესწორებები შეეტანა. და რაღაც შესწორებები მაინც შეიტანა, მაგრამ ეს მაქსიმუმ, ასე ვთქვათ, ტაქტიკურ გამარჯვებად შეუძლიათ აფხაზებმა ჩათვალონ. ანუ ოსებმა მაშინაც აი ეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც რა თქმა უნდა რუსეთში იყო დაწერილი და არა აფხაზეთში, არა სოხუმში და არა ცხინვალში, მიიღეს ყოველგვარი შესწორებების გარეშე. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე არ გამიკვირდება თუ კი, ასე ვთქვათ, უახლოეს მომავალში რაღაც მსგავსი ტიპის შეთანხმება ასევე გაფორმდება მოსკოვსა და სოხუმს შორის. ამიტომ ის რუსეთის გეგმა ზოგადად არ ეხება აი ეს რომ კონტროლის ადგენის ამოცანა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არ ეხება ერთ ან ორ კონკრეტულ სუბიექტს. ამ სუბიექტების რაოდენობა ბევრად უფრო მეტია, უბრალოდ სხვადასხვა სუბიექტთან მიმართებაში რუსეთის სხვადასხვა გვარად ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ თავისი ამოცანის განხორციელებას. სხვადასხვა მიდგომები, ზოგჯერ საბედნიეროდ ამ მიდგომებში მოდის ძალიან სერიოზული ჩავარდნებით, რაც ვნახეთ ჩვენ უკრაინის შემთხვევაში, რამაც აი სურათი, რაზედაც ვისაუბრეთ დღეს, მკვეთრად შეცვლილი სურათია, იმიტომ რომ აშკარაა, რომ რუსეთის პოზიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში შესუსტებულია. კი ბატონო, უკეთესად რო აღვიქვათ, რახან თვითონ ოკუპირებული ტერიტორიის საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ ეს არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, ნუ ამ სიტყვებით არ ამბობენ, მაგრამ ეგ გამოდის, როცა საუბრობ გაერთიანებაზე. კონკრეტულად რა შეიცვალა რეალობაში? რა მიმართულებით ხდება დაახლოება და რა მიმართულებით ხდება რაღაც ინსტიტუციების გაერთიანება?
ამ ახალი შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა, ასე ვთქვათ, ცხინვალის რეგიონთან, პირდაპირ წერია, რომ პრაქტიკულად დამოუკიდებელი არც დამოუკიდებელი ბჭყალებში, არც თავდაცვის და არც უსაფრთხოების სტრუქტურები ცხინვალის რეგიონში აღარ უნდა იყოს, უნდა მოხდეს მათი ინტეგრირება რუსეთის შესაბამის სტრუქტურებში. თუ მიუბრუნდებით, ასე ვთქვათ, 2014 წლის შეთანხმებებს, მაშინ ის მოხდა, რომ მაშინ ინტეგრაციის ესეთი ხარისხი არ იყო, მაშინ უბრალოდ იყო რაღაც სფეროებზე რუსეთის მიმართ კონტროლის სამართლებრივად გამყარების, ასე ვთქვათ, საკითხი. ჩვენ რეალურად ახლა ამ შეთანხმებებს, რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიებზე 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს და თანდათან, ასე ვთქვათ, ეს ეფექტური კონტროლი სულ უფრო იზრდებოდა. უბრალოდ აფხაზებთან მიმართებაში ეს უჭირთ, აი ამ აფხაზური ნაციონალიზმის გამო, მაგრამ აფხაზებთან მიმართებაშიც გააჩნიათ თავისი ძალიან სერიოზული ბერკეტები. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ აფხაზეთი მთლიანად სოციალურად და ეკონომიკურად დამოკიდებულია რუსეთზე და მიბმულია მასთან. ძალიან მნიშვნელოვანი და აფხაზური საზოგადოებისთვის უარყოფითი გარემოება ის, რომ იქ არსებობს სხვა ეთნიკა, ამ შემთხვევაში ქართულს არ გულისხმობ, იმიტომ რომ ქართული ეთნიკური ჯგუფის უფლებები იმდენად არის შეზღუდული და იმდენად მოქცეულია ჩარჩოში, რომ ის პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, არ აქვს რესურსი და არც რუსეთს ექნება ალბათ მაინდა-მაინც პირველი მისწრაფება იმისკენ, რომ ეს ქართული ეთნიკური ჯგუფი გამოიყენოს, მაგრამ არსებობენ სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც რაოდენობრივად, ასე ვთქვათ, გათანაბრებული არიან აფხაზურ ეთნიკური ჯგუფთან, თუმცა მათი მონაწილეობა პოლიტიკაში ბევრად უფრო ნაკლებია გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ აფხაზებს აქვთ მონოპოლიზებული ეს პოლიტიკური სივრცე, თუმცა რუსეთმა ეს ფაქტორი შეიძლება ერთ დღესაც მათ წინააღმდეგ გამოიყენოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გააქტიურებით, რომლებიც თავის რაოდენობასთან შედარებით გაცილებით ნაკლებად მონაწილეობენ აფხაზეთის პოლიტიკურ პროცესებში. მე მგონია, რომ თავი რომ დავანებოთ, ასე ვთქვათ, ჩემს სურვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადგენაზე, აი, როდესაც ვიძახი, რომ დასაწყისში ვთქვი, რომ არ არსებობს ფაქტორი და არ არსებობს ძალა, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხელშემწყობია, ეს მაქვს ზუსტად ხედველობაში, რომ ყველა ფაქტორი ჩემი გაგებით, ასე ვთქვათ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეისკენ არის, დამოუკიდებლობისკენ არის მიმართული გარდა აფხაზური ნაციონალიზმისა და ამ აფხაზური ნაციონალიზმის, ასე ვთქვათ, ნაციონალიზმზე ზეწოლის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტები გააჩნია რუსეთის ფედერაციას. კი ბატონო. რა შეიძლება ქართულმა მხარემ გააკეთოს, რომ შეეწინააღმდეგოს ამ ანექსიას, რომელსაც აი ესე პირდაპირ ვუყურებთ ლაივ რეჟიმში, თითქოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს ეს საგარეო პოლიტიკა, რაც გვაქვს, არის რომ უნდა ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობები დაალაგდეს, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგდეს და გამოსწორდეს, ხო, თითქოს ევროპასთან და ამერიკასთან დაძაბულობის შექმნით, მაგრამ რეალურად ჩვენ პირდაპირ სილის გაწნა არის, როდესაც ამ პოლიტიკის გატარების შემდეგ რუსეთი მიდის და ანექსიისკენ ნაბიჯს დგამს. რას ნიშნავს ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა? მოდი თუ შეიძლება თქვენის ნებართვით ამ ბოლო ნაწილიდან დავიწყებ, რომ აი ჩვენი საგარეო პოლიტიკა ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ნაბიჯი გადაგვედგა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ რუსეთის დამოკიდებულება უნდა შეცვლილიყო ამ პრობლემების მიმართ და საქართველოს მიმართაც, ხო?
იცით როგორ არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცვლილება არ გამოიწევდა, მხოლოდ ილუზია შეიძლება ყოფილიყო ის, თუ კი ვინმე ფიქრობდა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცვლილების შედეგად შეიცვლებოდა რუსეთის სტრატეგიული ამოცანები, ასე ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებაში, ხო? რუსეთის სტრატეგიული ამოცანა არის, რომ მას პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარი კონტროლი უნდა აღადგინოს. მას ასე ვთქვათ, ის როდესაც ხედავს შენი მხრიდან საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, ეს ასე ვთქვათ, მისი გაგებით მას საერთოდ არაფერს არ ავალდებულებს და პირიქით თulis რომ ეს საგარეო პოლიტიკის ცვლილება შენთვის არის უკეთესი და ეხლა შენი საგარეო პოლიტიკის ცვლილების გამო იმან შეცვალოს თავისი გადაწყვეტილებები და სტრატეგიული ხედვა, ეს არის ღრმა ილუზია და ჩანს ეს სხვათა შორის იმით, რასაც რუსეთი აკეთებს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. აი ბორდერიზაციის პროცესი აქტიურად 2013 წლიდან არის დაწყებული, მაგალითად. 2014 წლის სტრატეგიულ შეთანხმებებზე ვისაუბრე. ზოგადად, ასე ვთქვათ, აფხაზეთთან მიმართებაში თქვენ ახსენეთ ის, რომ რუსეთი სულ უფრო ცდილობს, ასე ვთქვათ, იქ ეს აფხაზეთი თლიანად დაიქვემდებაროს და კიდევ უფრო მეტი კონტროლი მოიპოვოს. აი, ახსენეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, ვახსენეთ ეს ახალი შეთანხმება და ეს ყველაფერი და კიდე მრავალი ფაქტი, ძალიან მარტივად, მაგალითად კირიაკოს მიერ სოხუმის აეროპორტის გახსნა, ხო? ეს სხვისი არაფრის მაჩვენებელი არ არის თუ არა იმისა, რომ რუსეთი თავის სტრატეგიულ ხაზს მიყვება და მასზე საქართველოს ხელისუფლების მის ამ სტრატეგიულ ხაზზე ეს საქართველოს ხელისუფლების ქართული ოცნების პოლიტიკის შეცვლა არ ასახულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დადებითად არ ასახულა და კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ ვინმეს ეგონა, ეს იყო ღრმა ილუზია, რომელიც ილუზიათვე დარჩა. ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს, თქვენი შეკითხვის, უფრო სწორად პირველ ნაწილს, რომელიც უფრო რთულია, იმიტომ რომ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოგეხსენებათ არის მცირე ქვეყანა და თან ეს კონფლიქტები არსებობს უკვე მრავალი წელია და ამ კონფლიქტების ამ მრავალი წლის განმავლობაში ის გაუცხოება, რაც იყო ქართულ და აფხაზურ, ქართულ და ოსურ საზოგადოებას შორის სამწუხაროდ კიდევ უფრო გაღრმავდა და თუმცა ამაშიდაც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის ხელი ურევია. აი ბორდერიზაცია რო ვახსენე, ბორდერიზაცია სხვა არაფერი დანიშნულება არ აქვს, მას არ აქვს სამხედრო საფორტიფიკაციო დანიშნულება. მას აქვს ერთადერთი დანიშნულება, რომ ადამიანებს შორის, ასე ვთქვათ, უშუალო კონტაქტს შეუშალოს ხელი. ანუ ეს პრობლემები საკმაოდ ღრმა არის და დიდი ხანია არსებობს. საქართველოს რაც შეეძლო გაეკეთებინა და რასაც უნდა აკეთებდეს, ეს არის, რა თქმა უნდა, პირდაპირი კონტაქტების და ურთიერთობების აღდგენა და ინტენსიფიკაცია ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და აფხაზეთის მოსახლეობასთან და მეორე მხრივ სტრატეგიულად უნდა ყოფილიყო არჩეული საგარეო პოლიტიკური ხაზი. ანუ ჩვენ მივყვებით ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობას, მჭიდრო ურთიერთობას და ასე ვთქვათ, არაღიარების პოლიტიკაში გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი. ეს პირველიც არ განხორციელებულა, მეორეც, ასე ვთქვათ, პირიქით მეორეში ასე ძალიან მძიმე შედეგები გვაქვს და აი ვართ, ასე ვთქვათ, აი ამ სავალალო მდგომარეობის წინაშე. სხვა რა გითხრათ, რა შეიძლებოდა რომ
გაგვეკეთებინა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა კიდე, ეს იყო ჩვენი მაგალითად ის რომ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ეს უკეთესად გამოგვეყენებინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დასაინტერესებლად, რომ მათ მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა და გამოეყენებინათ ეს. როდესაც მივიღეთ ასე ვთქვათ ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამ პროცესში მოუქცეულიყავით სადანადოდ და დაგვენახებინა ამ რეგიონებისთვის, რომ ჩვენ ბევრად უკეთესი ქვეყნად გახდომის პერსპექტივა გვაქვს, ვიდრე არათუ ისინი არიან დღეს, არამედ როგორც რუსეთი არის, მაგრამ არც ამ და არც სხვა მიმართულებით ჩვენ ასე ვთქვათ, სისტემურად და მეთოდურად არ გვიმოქმედია, ხელშესახები შედეგები არ გქონია და ამიტომაც ვართ ის რთული მდგომარეობა და მოცემულობა რაც გქონდა, კიდევ უფრო რთული და კომპლექსური გახდა დღეისათვის. კი ბატონო. მოდით გადავიდეთ უკვე ცოტა გლობალურ თემებზე. 9 მაისში ამ შეთანხმების გაფორმების პარალელურად აღლუმი ჩატარდა რუსეთში ძალიან უყვართ თავისი აღლუმები ისტორიულად, მაგრამ წელს იყო ეს გამორჩეული აღლუმი, ტექნიკა პრაქტიკულად არ იყო, ვიდეო მასალით აჩვენეს, როგორც თითქოს იყო, მაგრამ არ იყო. სხვადასხვა ქალაქებში ძალიან საინტერესო პერფორმანსები ვიხილეთ, როდესაც დაღუპულების მეუღლეებისგან ჩამოყალიბებული პოლკები და ჯგუფები დააბიჯებდნენ ქალაქში, მათი მეუღლეების მაგივრად. ეს მოდით ჯერ ავხსნათ ეს 9 მაისის აღლუმი, რა მნიშვნელობის, რა ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობის არის რუსეთისთვის, რომ შემდეგ უკვე გადავიდეთ იმის ახსნაზე, რას ნიშნავს ის, რაც ჩვენ ვნახეთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე ვთქვათ, როგორც უწოდებენ სამამულო ომში გამარჯვების დღეს და მის აღნიშვნას პუტინის რეჟიმისთვის. მან ეს ასე ვთქვათ თანამედროვე რუსეთის ერთგვარი იდეოლოგიის ჩამოყალიბების თვალსაზრისით აი ამ 9 მაისმა და ზოგადად ამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამ ერთ-ერთი ცენტრალური ასე ვთქვათ ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს. იმიტომ რომ ეს არის მათთვის პირდაპირ უკავშირდება დიდ წარმატებას. უყურეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა კავშირი, ანუ დღევანდელი რუსეთი გახდა ორპოლუსიან სისტემაში ერთ-ერთი ჰეგემონი. რისკენაც რუსეთი ასე ვთქვათ ყოველთვის მიისწრაფის, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მას ჰქონდეს ერთ-ერთი პოლუსის ასე ვთქვათ საკითხი. ამიტომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება თანამედროვე რუსეთის რეჟიმის გაგებით, რაც მათ უახლოეს წარსულში მოუპოვებიათ და რასთანაც უნდა დააკავშიროს, ასე ვთქვათ, თავისი პოლიტიკა, თავისი საგარეო პოლიტიკა და ამ საგარეო პოლიტიკაში მიღწე გადადგმული ნაბიჯები. ეხლა თან ამ 9 მაისის აღლუმებს რაღაც ელემენტები დაამატეს, მაგალითად დაამატეს ეს უკტავი პოლკის მარში, ეს ღამის მგლები და უფრო ფართო განავრცეს, ასე ვთქვათ, მისი არსი და მასშტაბი თუ შეიძლება ასე ითქვას და რაც თავარია, აი თუ მაშინ შევძელით დღესაც შეგვიძლია და ახლოვებით ესეთი ამის ჩვენება ამას უკავშირდება მათთვის 9 მაისი. ამიტომ ამას აღნიშნავდნენ დიდი ზარზეიმით, მათ შორის გასულ წელსაც ძალიან მასშტაბური ღონისძიება ჰქონდათ 9 მაისის აღსანიშნავად, წელს ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ბევრად შეკვეცილი იყო არსებითად, ასე ვთქვათ, ამ 9 მაისის აღნიშვნის
მასშტაბები, როგორც დედაქალაქში, ისე როგორც თქვენ აღნიშნეთ რეგიონებში. და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, რა თქმა უნდა. მთავარ მიზეზად სახელდება ის, რომ უფრთხოდენ უკრაინის მიერ განხორციელებულ იერიშებს ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ, რომ უკრაინა სულ უფრო მეტი სიზუსტით და რაც თავარია, სულ უფრო მაღალი დაზიანების ხარისხით ახორციელებს დრონების გამოყენებით იერიშებს რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ რუსებისგან განსხვავებით უკრაინელები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშებს არ ახორციელებენ. ეხლა აქ ესეთი მოსაზრება არსებობდა, რომელსაც მეც ვიზიარებდი, რომ რახან სამოქალაქო ობიექტები უკრაინელების სამიზნე არ არის, 9 მაისის აღლუმით სავარაუდოდ არ იქნებოდა მათი სამიზნე, იმიტომ რომ ისინი არ ჩაიდენდნენ ისეთ არ იმოქმედებდნენ იმ მეთოდებით, როგორითაც რუსები მოქმედებენ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვნახეთ, რომ ხედავთ, რასაც რუსეთის პირველი პირები ამბობენ, ხო? რუსეთის პირველი პირები ამბობენ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ტრამპის მეშვეობით მიაღწიეს ზელენსკისთან შეთანხმებას, უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმებას სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის თავზე. სხვათა შორის ეს სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა მარტო 9 მაისი უნდათ, 9 მაისი წყვიტავდათ ცეცხლს თავის ჭკუით პუტინი, რაზედაც ზელენსკისგან თანხმობა ვერ მიიღო. ანუ ის, რომ მას დაჭირდა სამშვიდობო, ასე ვთქვათ, შუამავლად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოყენება ამ ცეცხლის შესაწყვეტად. იმაზე მიუთითებს, რომ მართლაც ეშინოდათ უკრაინის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშების, მაგრამ შეიძლება იყოს მეორე ფაქტორიც. ზოგადად რუსეთში ჩვენ ბოლო ხანებში ვხედავთ საზოგადოებაში განწყობების ცვლილებას. ეს განწყობების ცვლილება არ არის კარდინალური, მაგრამ ტრენდი გამოჩნდა იმისა, რომ რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება პირდაპირ პუტინის მიმართ, უშუალოდ პუტინის მიმართ და იმ ვითარების მიმართ, ზოგადად რაც რუსეთის ფედერაციაშია შექმნილი და ასეთ ფონზე მასშტაბური საზეიმო ღონისძიების ჩატარება შეიძლება ჩაითვალა, რომ კიდევ უფრო მეტი გამაღიზიანებელი გამხდარიყო საზოგადოებისთვის. მით უმეტეს, რომ ეს უკრაინელების მიერ განხორციელებული იერიშები ძალიან სერიოზული ფაქტორი ამას საზოგადოება ხდება, ხედავს და თავის თავზე გრძნობს. ბევრი ქალაქი იყო ესეთი, მაგრამ ტუაფსე რო ავიღოთ, მაგალითად, ძალიან სერიოზული ზიანი იყო ნავთობ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაზე მიყენებული უკრაინელების მიერ და ეს არ რჩება შეუმჩნეველი რუსეთის საზოგადოების მიერ. ამიტომ ასეთ ფონზე აღნიშნა შეიძლება კიდევ უფრო გაუგებარი ყოფილიყო და თან ამას ისიც ემატება, რომ ფრონტის ხაზზედაც რუსეთის წარმატებებმა იკლო და პირიქით, ასე ვთქვათ, ბოლო თვეში, აი გასულ თვეში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პირველად დაფიქსირდა 2023 წლის შემდეგ, რომ უკრაინელებმა უფრო მეტი ტერიტორიაზე მოიპოვეს კონტროლი, ვიდრე რუსებმა. და თან ეს არის ერთგვარი ტრენდი იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ესეთი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომელიც არ მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომზე, არამედ სხვა რეგიონებში მიმდინარე ესეთ პროცესებს ომებს აკვირდება. ამ ინსტიტუტის კვლევის თანახმად შემოდგომიდან მოყოლებული რუსების მიერ დაკავებული ტერიტორია თუ შევხედავთ დინამიკას ნელ-ნელა ქვემოთ მცირდება და ბოლოს მივდივართ იქამდე, რომ უკვე უკრაინელები იკავებენ უფრო მეტ ტერიტორიას ვიდრე რუსები. ეხლა გადავა თუ არა ეს ტენდენციაში, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ
ტრენდი რომ რუსები ისეთი წარმატებით ვერ ვეღარ ახერხებენ როგორც მინიმუმ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას და ფრონტზე მოქმედებას სადღაც 6 თვეა გამოკვეთილია. კი ბატონო. აღლუმზე დიპლომატიური წარმომადგენლობის თემას ძალიან საინტერესო იყო. შარშან ჩინეთის პრეზიდენტი იყო ჩასული, თუ არ ვცდები აზერბაიჯანიც იყო, მაგრამ სომხეთი ნამდვილად იყო. წელს მარტო ბელორუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ლაოსი, მალაიზია და შემდეგ უკვე სეპარატისტული რეგიონები, რესპუბლიკა სერბსკას დელეგაცია იყო ჩასული და აფხაზები და ოსები იყვნენ ჩასული. ანუ ძალიან ასე ვთქვათ, დიპლომატიური თვალსაზრისით ის ზეიმი არ იყო, რა ზეიმსაც ატარებენ ხოლმე ყოველ წელს. ჟურნალისტების თვალსაზრისიდან უცხოელ ჟურნალისტების აკრედიტაციაზეც პრობლემა იყო, CNN-მა თქვა, რომ მიიღეს აკრედიტაცია, შემდეგ ჩამოართვეს. BBC იყო თუ არ ვცდები ერთადერთი ის რუსეთშია აკრედიტებული და შეიძლება უფრო მაგის გამო ასე ვთქვათ წლების განმავლობაშია თქვენ ვისაც ახსენებთ და მან მართლაც ჩაწერა ინტერვიუები, კომენტარები უფრო სწორად ამ იმაზე, ამ უშუალოდ აღლუმის პროცესში და ერთ-ერთ რუსეთის დუმის ერთ-ერთ დეპუტატს კითხა იმის თაობაზე, რომ რატო არ არის სამხედრო ტექნიკა აქ და იმან არ ვიცი გულუბრყვილობით თუ სხვა რაღაცის გამო სამხედრო ტექნიკა ეხა ჩვენ უფრო გვჭირდება ფრონტის ხაზზე უფრო გვჭირდებაო და დიდად სხვა გამოსავალი არ გვაქვს დაახლოებით ესეთი პასუხი და ბოდიში ხთი გაგაწყვეტილებს. კი, არ არის პრობლემა პირიქით და ზუსტად ამის თქმა მინდოდა რომ BBC-ს ჟურნალისტმა თქვა რომ ადრე ადგილებისთვის ბრძოლა ჰქონდათ უცხოელ ჟურნალისტებს უკეთესი სურათები რო გადაეღოთ და წელს არც შეჯიბრი იყო და მეორე არც არაფერი გადასაღები არ იყო. რას გვეუბნება ეს ომის მეხუთე წელზე რუსეთის დიპლომატიურ მდგომარეობაზე? ეს არის უკვე ქვეყანა, რომელიც ნელ-ნელა იზოლაციაში შედის და მეორე ხარისხოვან ქვეყნად ყალიბდება, რომელსაც მაინდა-მაინც დიდი მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე არ აქვს, თუ ეს არის უბრალოდ ერთი შემთხვევა და ამას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. იცით როგორ არის ერეკლე? რუსეთი გარკვეული თვალსაზრისით იზოლირებულია, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს იზოლაცია ეხება დიდწილად მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან მის იზოლაციას. გეთანხმებით იმაშიდაც, რომ მას ასე ვთქვათ, იგივე სომხეთთან დღეს თუნდაც არა აქვს ისეთი კარგი ურთიერთობები, როგორც თუნდაც შარშან ჰქონდა, მაგრამ აქ მე თვითონ რუსები ესახსნიან ამას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ მოწვევით არავინ არ მოგვიწვევია, ჩვენ დავაგზავნეთ ასე ვთქვათ წერილი იმის თაობაზე, რომ 9 მაისი აღინიშნებოდა და თუ სურვილი ექნებოდათ ჩვენ მოხარული ვიქნებოდით მათი შემოერთების. ეხლა სადღაცა ალბათ სიმართლესთან ახლოს არის იმ თვალსაზრისით, რომ შაშან გასაგებია, რომ სხვანაირად ემზადებოდნენ, სხვა მასშტაბის ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ. ბუნებრივია, ახლა ამდენი ქვეყნის შაშან მაგალითად ბრაზილიის პრეზიდენტიც იყო ჩასული. ანუ ამ ქვეყნების მოწვევას ცოტა ხანგრძლივი პროცედურაა, რა თქმა უნდა და უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება. წელს როგორც ჩანს, მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ მასშტაბების შეკვეცა აღლუმის და დიდად არ უაქტიურიათ იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი სტუმარი ყოლოდათ. ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას რაც შეეხება, ეს ალბათ მაინც რუსების გადასახედიდან უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული, რომ ხო ყველაში და ყველაფერში ჯაშუშებს ხედავენ და რაღაც მსგავსი არ დაეფიქსირებინათ მოკლედ ჟურნალისტებს. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის, იგივე სომხეთის, ან თუნდაც აზერბაიჯანის პირველი პირის იქ არ ჩასვლა, ან ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მხოლოდ ყაზახეთის და უზბეკეთის პირველი პირები იყვნენ. ეს საწყენია. მიუხედავად იმისა, რომ
ესე შეიძლება განსაკუთრებული მის მოსაწვევი წერილი არ გაუგზავნია, მაგრამ ის რომ შეტყობინება გაუგზავნა და ამაზე არ ეახლენ, ეს ასე ვთქვათ, მისთვის არ არის მიღებელი. ანუ ზოგადად მე არ მგონია მაინდა-მაინც რომ აი ამ აღლუმზე ესეთი მცირე რაოდენობის სტუმრების ყოფნა უნდა ავიღოთ ჩვენ რუსეთის იზოლაციის მთავარ ინდიკატორად, იმიტომ რომ ჩინეთი ახსენეთ თქვენ, ხო? მაგალითად თუ არსები მომავალ კვირაში უკვე პუტინის ვიზიტი შედგება ჩინეთში, ძალიან მაღალი დონის ვიზიტი. ანუ ის რომ ჩინეთის პრეზიდენტი შარშან იყო დაესწრო აღლუმს და წელს არ დასწრებია, ეს ჩემი აზრით არ ნიშნავს იმას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რამენაირად შეიცვალა უარესობისკენ. კი ბატონო, ურთიერთობები უარესობისკენ შეცვლა ცოტა ჩემი მხრიდან არ იქნებოდა შეფასება ესეთი. იმიტომ რომ განსაკუთრებით ნავთობის მიმართულებით ჩინეთი ძალიან სასარგებლო პირობებს იღებს რუსეთიდან, განსაკუთრებით ირანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ და ჩინეთი არის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელი, ამიტომ მათ ძალიან პრაგმატული და პრაქტიკული ურთიერთობა აქვთ. ხო, არა, მე თქვენ სხვა რამე იგულისხმებთ, აშკარად, ანუ რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ალბათ ის კონდეთ ხედელობაში, რომ ისეთ მდგომარეობაშია, რომ მოკავშირეებსაც კი აღარ აქვთ დიდი სურვილი მაინდა-მაინც იქ ჩავიდნენ. ამაში არის სიმართლის მარცვალი, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დიდწილად ეს სიმართლეა, მაგრამ მაინც გონია, რომ ამ აღლუმზე რომ მოენდომებინა უფრო მეტ ხალხს ჩაიყვანდა, მაგრამ რახან ქონდა გადაწყვეტილი მცირე მასშტაბის ღონისძიების გამართვა, მაშინ ამ მცირე მასშტაბის ღონისძიებაზე ცოტა უხერხულია, ასე ვთქვათ, სხვა ბევრი სტუმრის. თვითონ ეს ფაქტი, რომ მცირე მასშტაბის ღონისძიებაზე შეჯერდნენ, ასე ვთქვათ. თითქოს კი არის, აი ზელენსკიმ დატროლა პირდაპირ. ძალიან კარგად რომ კოორდინატორი ჩააგდო და ამ კოორდინატორზე თქვენ არაფერს არ გიზამთო და რუსებმა თქვეს, რომ ჩვენ არავის უფლება არ გვჭირდება, რომ ანუ უფლება მისცა, რომ ჩაეტარებიათ. პესკოვი გამოვიდა თავის ჩოულ სტილში იბლუყუნა, რომ ჩვენ არავის ნებარ თუ არ გვჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დრონების დარტყმები ძალიან სერიოზული ფაქტორი არის რუსების მიერ სხვადასხვა დონების დაგეგმვის მიმართულებით. იცით რა არის? მე ვისაუბრე ამაზე, რომ იყო დრონების ფაქტორი, შეიძლება განსხვავებულად ფიქრობდი, მაგრამ დრონების ფაქტორი აღმოჩნდა. მე რას ვფიქრობ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უყურეთ, თვითონ რუსული საზოგადოება, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული Z საზოგადოება, რომელიც გამოირჩევა თავისი რადიკალიზმით. ისინიც ესე აღიქვამენ. სხვათა შორის ჩვენი პრორუსი პროპაგანდისტებიც ბევრისთვის არ მომისმენია საბედნიეროდ, მაგრამ ისინიც იმას იმეორებენ, რომ აი შეხედე რაღაც პუტინის მიმართ თავიანთ კეთილგანწყობას აღარ ამჟღავნებენ და უწუნებენ იმას, რომ ეს აღლუმის მასშტაბი შეკვეცა უკრაინელების დრონების შიშით. აი ეს აქმა თუნდაც დაუშვათ არასწორი იყოს. სინამდვილეში ეს ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმ საერთო ფონზე, რომ პუტინის მიმართ და ზოგადად ასე ვთქვათ ომის მიმართ დამოკიდებულება, ანუ მხარდაჭერა რუსეთში, დამოკიდებულება ცუდი სიტყვა, მხარდაჭერა რუსეთში თანდათანობით სუსტდება. კი ბატონო. საინტერესო ზაქმები ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად და მე თვითონ რუსეთსაც დავადანაშაულებდი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რუსეთი აქტიურად იყენებდა ამ აღქმებს პირველი რამდენიმე წელი, რომ აი დასავლური სანქციები არ მუშაობს, ჩვენ იზოლაციაში არ ვართ და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ რაც შეიძლება ბევრგან გამოჩენილიყო, ბრიქსი რაც შეიძლება წარმოდგენილი ყოფილიყო, ამ ბრიქსის ქვეყნები ჩამოსულიყო, მაგრამ ეს ენთუზიაზმი ნელ-ნელა მიილია, იმიტომ რომ შეიძლება პროპაგანდას აღარ ჭირდება, მაგრამ ეს აღქმები მაინც
ჩვენ ვუყურებთ, Z პროპაგანდისტები უყურებენ, ჩვენი პრორუსები უყურებენ და ყველა ხედავს, რომ ადრე ისე იყო, ეხლა შემცირდა და ეს რა თქმა უნდა ნეგატივისკენ მიდის და თვითონ რუსეთის ძალიან დეპრესიულად ჩანს. აი ეს 9 მაისის აღლუმი მე რასაც გეთანხმებით, ჩემი თვალსაზრისით არ იყო ეს გამარჯვების და ენთუზიაზმით, რომ ჩვენ ისევ დიდი ქვეყანა ვართ, ეს იყო დაღლილი ყოფილი ზესახელმწიფოს გეთანხმებით და თუ ამ ასე ვთქვათ დეპრესიულ ვითარებას გავყვებით, კიდე ორი საინტერესო მომენტია, რომელიც ამ აღლუმს და უბრალოდ მის შემდეგ გამართულ პუტინის პრესკონფერენციას უკავშირდება. კერძოდ, უბრალოდ სამი მომენტია. უბრალოდ ერთი ამ პრესკონფერენციაზე პუტინმა ახსენა რაღაც შეკითხვის საპასუხოდ და არა შეეძლო საერთოდ. ეს ომი როგორც ჩანს დასასრულისკენ მიდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არ ლაპარაკობდა. მე მის სხვათა შორის მის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში უშაკოვს და მის პრეს-სპიკერს რაღაცნაირად მოუწიათ არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად ამ გამოხმაურება ამ განცხადებისადმი იმ თვალსაზრისით, რომ თქვენს რომ დონეცკი უნდა დათმოს უკრაინამ ბოლომდე და კი დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ომი დასასრულისკენ მიდის, ეს პუტინისგან აქამდე არ ხსმენია. მეორე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ზოგადად რუსეთი აი პირდაპირ ამბობდა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელები არ უნდა ისწრებდნენ. აი მათ არ ესაქმებათ. ეხლა რა თქმა უნდა მას არ უთქვავს პუტინს ამ პრესკონფერენციაზე, რომ ევროპელები უნდა დასცენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ თქვა რომ მზად არის ევროპელებთან დაიწყოს მოლაპარაკებები და იქ შტაინმაიერის კანდიდატურა წამოაყენა, რომელიც ასე ვთქვათ, რომელიც გერმანიის კანცლერობის შემდეგ მოგესალმებათ გაზპრომის ბორჩია და ჩრდილოეთის ნაკადის იმაში იყო, პროექტში იყო, ну რაც რა თქმა უნდა ევროპელებმა არ მიიღეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავად შესთავაზა ევროპას დიალოგი და რაზე უნდა იყოს ეს დიალოგი? ურთიერთობების ადგენაზე ვერ იქნება უკრაინის თემის გარეშე, ხო? ესე იგი ეს გამოდის, რომ უკრაინის ადრე რო ამბობდა, რომ ევროპელები უკრაინის თემაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ უნდა ისწრეს. ეხლა აპირებს დალაპარაკებას მათთან და სადაც ცენტრალური საკითხი უკრაინა იქნება. და მესამე ზელენსკის ესე არ ახსენებდა საერთოდ. ანუ მე არ ვიძახი იმას, რომ მას ადრეც უთქვას, რომ მზად არის შეხვდეს, მაგრამ აი ზელენსკის და ბატონ ზელენსკის მით უმეტეს აი გასპაძინ ზელენსკი არ ამბობდა ესეთ რაღაცას. თუ არ უნდა აქ ჩამოსვლა, მაშინ მესამე ქვეყანა, ეხა ჩამოსვლა ხო მოსკოვში ჩამოსვლა თურმე არ უნდა ზელენსკის. ეს სამი ფაქტორი მნიშვნელოვანია. შეიძლება ქმნიან ერთგვარ ილუზიას. ამ მცირე მასშტაბის აღლუმი და ეს განცხადებები საერთო კონტექსტში რო ავიღოთ, შეიძლება ქმნიან ილუზიას იმისა, რომ ომის დასრულება უნდა და ეს მხოლოდ ილუზია. შეიძლება მართლაც ასე ვთქვათ, ფიქრობენ ომის დასრულების თაობაზე. მით უმეტეს რომ ბოლო პერიოდში ჩდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგივე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაღაც ჯგუფები და უფრო მეტად ეს სერგეი კირიენკოსთან დაკავშირებული ჯგუფია იხრება უკვე ასე ვთქვათ პოსტ-ომის ვითარებისკენ და ხარს უჭერს ომის დასრულებას. ეხლა ამას მე არ მინდა ეხლა ისე გაიგოს თქვენმა მაყურებელმა, რომ მე ვამბობ, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ამ ომის დასრულება. არა, მე ვამბობ, რომ ის ფაქტორები, რამაც მე ვცდილობ ჩამოთვალო ის ფაქტორები და ის გარემოებები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი შეიძლება ამაზე ფიქრობდეს და უბიძგებდეს აკეთებს. მათ შორის რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი რთული მდგომარეობა
არის ამისკენ წესით აქეთკენ უნდა უბიძგებდეს რუსეთის ფედერაციას. ასევე ისიც რომ აი პრორუსმა პროპაგანდისტებმა ან ცნობილმა პრორუსმა კი არა პროსახელისუფლებო პროპუტინისტმა პროპაგანდისტებმა და ცნობილმა სახეებმა დაიწყეს ერთგვარი კრიტიკული გამოსვლები, რომელიც მაინდა-მაინც პირდაპირ პუტინის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ღიად და საჯაროდ დაიწყეს საუბარი და მოკლედ გროვდება რაღაც გარემოებები, რომლებიც ლოგიკურ ჩარჩოში თუ ჩავსვათ, წესით რუსეთს ომის დასრულებისკენ უნდა უბიძგებდეს, მაგრამ ეს ჩემი ლოგიკაა და პუტინის ლოგიკა შეიძლება საერთოდ განსხვავებული იყოს, მაგალითად ის, რომ შემოდგომაზე მას რუსეთში აქვს სახელმწიფო დუმის ან რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები, დღეს უკვე ჩანს, რომ საზოგადოება ომს და მის გაგრძელებას არ უჭერს მხარს და მას შეიძლება უნდოდეს ამ ილუზიის შექმნა იმისთვის, რომ ისევ ასე ვთქვათ მართველი პარტია ეძინა რასია ის პარტია, რომელიც ამ ომს დაასრულებს და რეალურად მაგალითად სხვანაირად ფიქრობდეს. ერთი ფაქტორი, რომელიც გამომრჩა, არის კიდე ის, რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ამერიკა მოგახსენებათ შუამავლის მედიატორის ფუნქციას ასრულებს ახლა უკრაინა რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც მართალია ახლა თებერვლის მერე შეწყვეტილია, მაგრამ ძალიან აქტიური ფაზა ჰქონდა მანამდე, რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა ამ აქტიური ფაზის პარალელში. ტრამპიც რაღაც უფრო თუ შეიძლება ესე ვთქვა, თამამად საუბრობს, რომ ეს ომი დასრულდება უახლოეს მომავალში. რაიმეს თქმა გადაწყვეტით ძნელია, მაგრამ ამ წუთას რასაც ხედავთ ჩვენ, რუსეთის პოზიციები პოლიტიკური თვალსაზრისითაც, სამხედრო თვალსაზრისითაც და ეკონომიკური თვალსაზრისითაც შესუსტებულია. პოლიტიკური თვალსაზრისით გულისხმობ ქვეყნის შიგნით, საგარეო პოლიტიკური პოზიციები დიდად მას ბოლო ხანებში, ასე ვთქვათ, ბოლო სამთვიან პერიოდში დიდად არ შერყევია, თორემ მანამდე ამ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითაც ჰქონდა სერიოზული დანარგარგება. დიპლომატიური თემა რო გავაგრძელოთ, აღლუმზე ერთი ქვეყანა იყო განსაკუთრებულად წარმოჩენილი. ეს არის ჩრდილოეთ კორეა. ქვეყანა, რომელსაც არავინ არ ელოდებოდა რამდენიმე წლის წინ, როგორ ვთქვა, რომ რუსეთში ჩამოივლიდნენ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები და პუტინი მათ მადლობას გადაუხდიდა და ეს კარგი ანეკდოტის დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ დღეს ეს არის რეალობა. მე მოვიძიე ინფორმაცია სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით 10,000 ჩრდილოეთ კორეელი სპეცრაზმელი და 10,000 ინჟინერი, დაახლოებით 20,000 ჩრდილოეთ კორეელი არის რუსეთში. ძალიან ბევრი არის დაღუპული ამ მიმართულებით, მაგრამ რო შევაჯამოთ, დაახლოებით 14.4 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა სამხედრო გარიგებები აქვს დადებული ჩრდილოეთ კორეას. თანამშრომლობამ ასევე დააჩქარა ფხენიანის შეიარაღების ტემპი, ტექნოლოგიური ტრანსფერების გზით, სხვადასხვა ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტების წარმოების მიმართულებით, აერსაწინააღმდეგო სისტემებს, ანუ რუსეთი ამის სანაცვლოდ მათ აწვდის ტექნოლოგიას, მათ აწვდის ძალიან ბევრ სასარგებლო თემას, რის სანაცვლოდაც კორეელები მაგალითად რუსეთის ტერიტორიის განთავისუფლებას შეეხმარებიან და ასევე უკრაინაში იბრძვიან. ერთის მხრივ ეს არის ძალიან საინტერესო ჩართულობა, რომელსაც არ ველოდით რუსეთის მხრიდან. რას ნიშნავს ეს? ხო, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ. სულ ორი ქვეყანა იყო აქამდე, რომლებმაც უშუალოდ შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით რუსეთს გაუწია არსებითი დახმარება. ეს იყო ირანი, რომლებმაც თავის დროზე დრონები მიაწოდეს და მერე
თლიანად ეს დრონების ტექნოლოგია გადასცეს და რუსეთში დაიწყეს ამ დრონების წარმოება, მაგრამ აი რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს და სხვა შეიარაღებას, აქ უფრო დიდი დახმარება ჩრდილოეთ კორეამ გაუწია თავიდანვე, ომის დაწყებიდანვე. და შემდეგ უკვე ეს დახმარება გადაიზარდა იმაში, რომ სხვა მონაცემები არსებობს, მაგრამ მაქსიმუმ სადღაც 12,000-მდე ჯამში ჯარისკაცი იბრძოდა აი კურსკის განთავისუფლების ოპერაციაში, განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული. ამ ფონზე რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ერთმანეთში გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ეს შეთანხმება ასეთივე შეთანხმება სხვათა შორის გასული წლის ბოლოს გაფორმდა ირანთანაც. უბრალოდ ამ ორ შეთანხმებას შორის დეტალებში ბევრი განსხვავებაა, მაგრამ არსებითი განსხვავება ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად ორივე ქვეყანა ვალდებულია, რომ თუკი ასე ვთქვათ, მესამე ქვეყანა დაესხმება თავს, სამხედრო დახმარება გაუწიოს ერთმანეთს. ირანთან ასეთი ვალდებულება არ ქონდათ მხარეებს ერთმანეთთან აღებული. ანუ როდესაც ომი დაიწყო, რუსეთს იზოლაციაში, დასავლეთისგან იზოლაციაში მოქცეულ რუსეთს იმ ფონზე რომ ჩაუვარდა, ასე ვთქვათ, მოკლე სამხედრო ოპერაციის შედეგად გამარჯვების მიღწევის და კიევის აღების გეგმა დადგა ერთგვარი დეფიციტის წინაშე შეიარაღების თვალსაზრისით და აი აქედან დაიწყო, მანამდეც კარგი ურთიერთობები ჰქონდა ჩრდილოეთ კორეასთან, მაგრამ აქედან დაიწყო ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ამ ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რომელმაც ბოლოს როგორც ახსენეთ, სტრატეგიული შეთანხმების სახე შეიძინა. ჩრდილოეთ კორეისთვის რატო არის ახლა ეს რუსეთისთვის გასაგებია რატო არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჯერ მას არ ჭირდა მისთვის მიუღებელია, რომ ის მარტო ამ ომში. მას უნდა აჩვენოს, რომ მოკავშირეები ყავს და ჩრდილოეთ კორეა გასაგებია, რომ ახლა რა ტიპის რეჟიმიც არის და რა ტიპის სახელმწიფოც არის, მაგრამ ბირთვული სახელმწიფოა. ბირთვული სახელმწიფოა და ასე ვთქვათ, რა გარკვეული გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს იმ რეგიონში, რა რეგიონშიდაც არსებობს. მათ შორის პირველ რიგში სამხრეთ კორეასთან მიმართებაში. და ამიტომ ეს არ იყო, ასე ვთქვათ, უმნიშვნელო მოკავშირე რუსეთისთვის, შეიარაღების მიღებაც ვახსენეთ, რომ ჭირდებოდა. ჩრდილოეთ კორეისთვის რა იყო? ჩრდილოეთ კორეისთვის ეს იყო სამხედრო გამოცდილების მიღება, საბრძოლო გამოცდილების მიღება, უშუალოდ ბრძოლის ველზე ტექნოლოგიების მიღება რუსეთისგან, რაც თქვენ ახსენეთ. ასევე ერთგვარი შესაძლებლობების გახსნა რუსეთში სამხედრო სფეროს არ გულისხმობს ზოგადად, ასე ვთქვათ, დასაქმების თვალსაზრისით, მაგალითად, ტურიზმის გააქტიურების თვალსაზრისით. მე ახლა არ ვიძახი იმას, რომ განსაკუთრებით დიდი ნაკადი მიაწყდა ტურისტების ჩრდილოეთ კორეას რუსეთიდან, მაგრამ რაღაც აი ეს მცირე ფაქტორებიც, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეისთვის მნიშვნელოვანი იყო და ამანაც ხელი შეუწყო ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გამტკიცებას და ზუსტად იმიტომ, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, ამიტომაც იყვნენ წარმოდგენილი ამ იმაზე, რა ქვია, ალბომზე. კი, თავიდან მე მახსოვს, რომ ძალიან დიდი დებატები იყო, თითქოს ჩავარდნენ ტყვედ ჩრდილოეთ კორეელები, უარს ამბობდნენ რუსები, რომ არაო ჩვენ არ არიანო მე უცებ გამოჩნდა. ოფიციალურად არადასტურებდნენ ჩრდილოეთ კორეელთა მონაწილეობას რაღაცა გარკვეული პერიოდი, მაგრამ მე ოფიციალურადაც დაადასტურეს და
დღეს აგერ აღლუმზე დააბიჯებენ წითელ მონეტაზე ჩრდილოეთ კორეელი. კი ბატონო, საინტერესოა ძალიან. მოდით ვისაუბროთ ომის მეხუთე წელზე. ჩვენ ნაწილობრივ შევეხეთ ფრონტზე მდგომარეობას, ომის კვლევის ინსტიტუტის შედარებებს, როგორ იცვლება დინამიკა, ასე ვთქვათ, ტერიტორიების თვალსაზრისით, მაგრამ უკრაინელები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აპელირებენ იმ ფაქტზე, რომ ეს ომი უკვე უფრო მათემატიკური ომი არის, ვიდრე გეოპოლიტიკური ან გეოგრაფიული ომი. იმიტომ რომ მათი გათვლებით მთავარი მიზანი არა რამდენი სოფელი გაქვს დაკავებული, არამედ რამდენად გაქვს შესაძლებლობა, რომ რუსებს იმაზე მეტი ადამიანი დააკარგვინო, ვიდრე მათ რეკრუტირების საშუალება აქვს და მოდით რეკრუტირებაზე ვისაუბროთ ომის მეხუთე წელს. ხო, რეკრუტირება არის რუსებისთვის ერთ-ერთი რთული თემა. რატო არის რთული თემა? იმიტომ რომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება არ უნდა. მხოლოდ ერთხელ გამოაცხადეს საყოველთაო მობილიზაცია და გემახსოვრებათ, რომ საქართველოსაც მოაწყდა რუსეთიდან, ასე ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი და სხვა ქვეყნებშიც წავიდა, მაგრამ ის კი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ მობილიზაციის მიმართ საზოგადოება არის უარყოფითად განწყობილი. საზოგადოება, რუსეთის საზოგადოება, ასე ვთქვათ, მხარს უჭერს ომს უკრაინაში, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის მზად იმისთვის და არანაირი სურვილი წავიდეს და ბრძოლის ველზე იომოს. ან არ არის მზად იმისთვის, რომ გაუარესდეს მდგომარეობა. მაგალითად, ინტერნეტი რო ეთიშებათ ახლა მოსკოვში. ეს ინტერნეტის გათიშვა ახლა იგივე უკრაინის სასაზღვრო რუსეთის რეგიონებში ახლა არ დაწყებულა, ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ ეს მოსკოვი სხვა არის და სანქტ-პეტერბურგი სხვა არის. აქ ამ საზოგადოების აქ მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის საზოგადოების განწყობა რეჟიმისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასე ვთქვათ, პერიფერიების საზოგადოებისა. ესეც გასათვალისწინებელია და ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ აირჩია ბჭყალებში ნებაყოფლობითი რეკრუტირების გზა. მას ხო ჭირდება დანაკარგები ბრძოლის ველზე. ადრეს და ეხლა ძალიან დიდია, დიდი ქონდათ და ჭირდებათ, ასე ვთქვათ, ცოცხალი ძალა, ხო, შესავსებად. ამიტომ აქ ამოქმედდა ჯერ აი ეს თუ გახსოვთ ვაგნერის ხელმძღვანელი იყო პრიგოჟინი, რომელმაც პირველმა დაიწყო მსჯავრდებულებისთვის შეთავაზება იმის, რომ თუ ისინი დათანხმდებოდნენ ვაგნერის სამხედრო დაჯგუფებაში გაწევრიანებას, მათ ასე ვთქვათ, ეს სასჯელი მოიხსნებოდათ. მერე თანდათან შემოიღეს ძალიან დიდი ფულადი ანაზღაურება იმის სანაცვლოდ, რომ კონტრაქტზე მოეწერათ ხელი და ეს დღემდე მუშაობს და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს ეს ფულადი ანაზღაურება. უკრაინელების და აი ამის ხარჯზე გადიან, ცდილობენ ფონს გავიდნენ, მაგრამ თანდათან ეს უჭირს, იმიტომ რომ ადრე უფრო მეტი მსურველი იყო იმისა, რომ მიეღო ანაზღაურება, წასულიყო ფრონტის ხაზზე, მაგრამ იქიდან რომ ვიღაცა საერთოდ აღარ დაბრუნდა, ვიღაცა დასახჭირებული დაბრუნდა, ეხლა ეს მსურველების რაოდენობა თანდათან იკლებს. ამიტომ უწევთ რაღაცა ახალი მექანიზმების, ნუ ეს მექანიზმი არის, რომ უფრო მეტი უნდა გადაუხადონ სინამდვილეში გამოგონება. აი რაც შეეხება უშუალოდ ომს, ზალუჟნი, რომელიც ხელმძღვანელობდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მერე ასე ვთქვათ, ზელენსკისთან რაღაც განსხვავებული პოზიციების გამო წავიდა ამ პოსტიდან, აი
2023 წელს უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი და გახდა დიდ ბრიტანეთში ელჩი. მან ცოტა ხანში მისცა ინტერვიუ თუ არ ვთქვი ეკონომისტად. აი იმ ინტერვიუდან მახსოვს მე რომ ზალუჟნი ამბობს ესეთ რაღაცას რომ ფრონტის ხაზზე პრინციპში არის ქართულად ალბათ ერთგვარი ჩიხური ვითარებაა შექმნილი და ამ ჩიხური ვითარების გარღვევა შესაძლებელია ტექნოლოგიური პროგრესის მეშვეობით. მე ახლა არა ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ არა საექსპერტო თვალით ესე მეჩვენება, რომ ეს ტექნოლოგიური პროგრესთან გვაქვს ახლა ჩვენ საქმე უკრაინელების მხრიდან. დრონებს ისინი აქამდეც იყენებდნენ, მაგრამ ამ დრონების გამოყენების ეფექტიანობა, ანუ დამიზნების ხარისხი და მიყენებული ზიანი გაიზარდა და ასე ვთქვათ ცოცხალ ძალაში დანაკლის უკრაინელები აი ამ ტექნოლოგიური პროგრესით თავიანთ დანაკლის ამ ტექნოლოგიური პროგრესით აკომპენსირებენ და უფრო მეტ ზიანს აყენებენ მოწინააღმდეგეს. უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, როგორც კი დანიშნეს თავდაცვის მინისტრად, იქ თქვა, რომ ჩემი ამოცანა უფრო მეტი დანაკარგი კონდეს რუსეთს ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე რეკრუტირების რესურსი გააჩნია და ეს არის ძალიან სწორი. ძალიან სწორი, იმიტომ რომ უკრაინელებისგან განსხვავებით ეს ეხლა არ არის. იგივე მეორე მსოფლიო ომიც ამის მაგალითი იყო. რუსეთი ადამიანურ რესურსს არ უფრთხილდება. მას ესეთი მიდგომა აქვს ყოველთვის, რომ ასე ვთქვათ, დიდი ადამიანური დანაკარგის ხარჯზე უნდა მიაღწიოს შედეგს. ანუ არ უფრთხილდება ადამიანურ რესურსს და ეს მიდგომა, რომ მე უფრო მეც დავაკარგინებ, ვიდრე რესურსი აქვს რეკრუტირების ძალიან სწორია, იმასთან ერთად, რომ მე მივაყენებ, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ დარტყმებს იმ ადგილებში რუსეთის სიღრმეში უკვე, რაც რუსეთს უფრო დააზიანებს. დააზიანებს იმ თვალსაზრისით, რომ შეუმცირებს შემოსავალს. აი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე და ზოგადად სანსაპორტო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული დარტყმების მთავარი არსი ეს არის, ხო, რომ რუსეთს ნავთობისგან შემოსავალი შეუმცირდეს და ასე ვთქვათ, სამხედრო რესურსების შემცირების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია უშუალოდ სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები. ეხლა ისე ჩანს, რომ ამ დრონების ტექნოლოგიებში უკრაინელებმა ბევრად წინ წაიწიეს ვიდრე რუსებმა და რუსულმა მხარემ თუ ეს ასე ვთქვათ დაშორება არ აღმოფხრა, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. აუცილებლად ჭირდება მას, რომ მანაც მიაგნოს რაღაც ისეთ ტექნოლოგიურ ნოუ-ჰაუს, რაც ამ დრონების იერიშების წინააღმდეგ მის თავდაცვას გააუმჯობესებს. ჯერჯერობით ვერ აგნებს და იმედია ვერც მიაგნებს. აი ეს ვითარება გვაქვს ახლა და აი ამ ფონზე ალბათ გამოიკვეთა ზუსტად ის დინამიკა, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ რუსებს ჯერ თანდათან უმცირდებოდათ, ასე ვთქვათ, დაკავებული ტერიტორიები და ეხლა ბოლოს საერთოდ მინუსში გავიდნენ, იმიტომ რომ უკრაინელებმა უფრო მეტი ტერიტორია დაიკავეს რუსებთან შედარებით. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა თვითონ ფაქტი, რაოდენობა ამ ადამიანების, ვინც წავიდა იომა, ზოგი სახშიც დაბრუნდა და ამას თითქოს აი როცა ვამბობთ ხოლმე, რომ ძალის შევსება რაღაც ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ესე ზედაპირულად უყურებენ, რომ ამდენს რეკრუტირება შეუძლია რუსეთს, იმდენი უკრაინას და რუსეთს აქვს უპირატესობა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც ბრუნდება რუსეთში, აი მაგალითად ინფორმაცია 107 ადამიანი მოკლეს. ზუსტად იმ ადამიანებმა, ვინც დაბრუნდნენ ჯარიდან და ამას აქვს ძალიან სერიოზული გავლენები. ეს არ არის, რომ ომში წავიდა იომა და მერე ნორმალურ ადამიანად დაბრუნდა, ამას აქვს. ხა დიდი ფსიქოლოგიური სტრესია.
უყურეთ, რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვისაც ეს ომი ფსიქოლოგიური სტრესია, მაგრამ ისინი თავიანთ სამშობლოს იცავენ და მათთვის ეს ომი ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე მათი დიდი ნაწილისთვის, რომელიც მეორე მხარეს იბრძვის, იმიტომ რომ აი ესეთ პირობებში, როგორშიდაც იგენი რუსული მხარე იბრძვის, ხო? იმ ზიანის პირობებში, რასაც ის იღებს, ძალიან დახშული უნდა კონდეს გონება, რომ ამან შენზე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა ან ზეგავლენა არ იქონიოს. კი. თითქოს არის მომავლის კანიბალიზაცია, ეგრეთ წოდებული, რომ ის ადამიანები, ვინც IT სექტორში უნდა იყვნენ, ვინც უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ, უკვე ყველა სექტორს გადაწვდა პრაქტიკულად. მიდიან ჯარში, ეწერებიან, იქ ძალიან დიდი რაოდენობა კვდება ან სახი ჩრდება, მაგრამ ვინც გადარჩება, სახში ბრუნდება, შეჩვეული ამ დიდ თანხებზე მუშაობას, ასე შემდეგ. რუსეთს აქვს ამის გამოცდილება ავღანეთის მერე, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ და მერე 90-იანებში კრიმინალური დაჯგუფებების ძირითადი კუნთის მასა იყვნენ ზუსტად ეს ადამიანები, ვინც აწიოკებდა ყველაფერს 90-იანებში და რას გვეუბნება ეს რუსეთის მომავალზე? ეს ესე ხო არ ჩაივლის? იცით რა არის? მარტო მაგ ფაქტორიდან გამომდინარე ჩვენ ეს კარგს არაფერს არ გვეუბნება მე გეთანხმებით, მაგრამ ეს ხო თანხმედრაში უნდა განვიხილოთ სხვა ფაქტორებთან. აი როგორ გამოვა საერთოდ რუსეთი ამ ომიდან, რა შედეგებს მიიღებს, რა იმ მომენტში როგორი იქნება მისი ეკონომიკური მდგომარეობა. მე შეიძლება ვაჭარბებ და ასე ვთქვათ, ამის თვალსაჩინო მტკიცებულებები არ გამაჩნია, მაგრამ მგონია, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ომი. მე მგონია, რომ ცოტა ხანში უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პუტინის პრეზიდენტობაც დასრულდება. არ ვიძახი, რომ მაინდა-მაინც გადატრიალებით დასრულდება, შეიძლება რამე სხვა ფორმა იყოს, მაგრამ ვერ მიიღებს საბოლოო ჯამში როგორც მინიმუმ პუტინი მისთვის დადებით შედეგს ამ ომიდან და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მგონია, რომ რუსეთიც ვერ მიიღებს დადებით შედეგს. უყურეთ, რაც ჩვენთვის უფრო ახლოს არის, მოდი იმას შევხედოთ. იგივე ომის დაწყებამდე შევაფასოთ რუსეთის გავლენა აი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, ხო? არ ვიცი, მე ამ თემაზე მზად ვარ, თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრი აქვს, ვისაუბრო მასთან და ვიდაოთ კიდეც. უდავოა, რომ რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა. აზერბაიჯანზე მას აღარანაირი გავლენა არ აქვს და როგორც არ უნდა დასრულდეს ომი, ტრიუმფალურად გამარჯვებული რომ გამოვიდეს, ვერ გამოვა, მაგრამ რომ გამოვიდეს რუსეთი ამ ომიდან, ის აზერბაიჯანზე გავლენას ვერ აღიდგენს. სომხეთზე გავლენა თუ შევადარებთ 2022 წელს დაკარგული აქვს, ცენტრალური აზიის ქვეყნებზედაც დაკარგული აქვს. მოლდოვაზე საერთოდ აღარაფერს აღარ საუბრობ. ბელარუსი რჩება ნამდვილად მისი გავლენის ქვეშ, მაგრამ ეხლა ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ დღეს ბელარუსი უფრო მეტად არის მოქცეული რუსეთის გავლენის ქვეშ, ვიდრე დაუშვათ 2022 წელს ომის დაწყებამდე იყო. ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთის გავლენა გაიზარდა ომის დაწყების შემდეგ, ეს არის საქართველო. და გაიზარდა სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის გამო და არა იმიტომ, რომ რუსებმა აქ ეფექტიანად იმოქმედეს. გაიზარდა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება გახდა რუსეთის პროპაგანდის მთავარი და რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკის გამტარებელი. თორე სხვა მიზეზი და გარემოება ამას არ ქონია. კი ბატონო, მოდით ეკონომიკურ თემაზე. აი, კაი, იმიტომ რომ ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? უყურეთ, გასული წლის დასაწყისიდან
აქ მოდი ცოტა სრული სურათი რო შევქნათ, ცოტა უფრო თავიდან დავიწყოთ. როდესაც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ამოქმედდა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა რუსეთს და ნახეთ რომ მისი GDP მისმა მთლიანმა ეროვნულმა პროდუქტმაც ასე ვთქვათ დაიწყო შემცირება მთლიანმა შიდა პროდუქტმა უფრო სწორად დაიწყო შემცირება და საბიუჯეტო დეფიციტმაც დაიწყო ზრდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ შორის ნავთობზე ფასების ზრდის გამო და ასევე იმის გამო რომ რუსეთმა მოახერხა ამ სანქციების გვერდის ავლის გზების გაჭრა და გადაერთო სამხედრო ეგრეთ წოდებულ სამხედრო ეკონომიკაზე უკვე 2023 და 24 წელი მას უკვე ეს ტენდენცია დადებითისკენ შეეცვალა, მაგრამ 2025 წლის დასაწყისიდან მოყოლებული უკვე ისევე საპირისპიროდ ან უარყოფითისკენ შეიცვალა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა. მთლიანმა შიდა პროდუქტმა დაიწყო შემცირება და დაიწყო საბიუჯეტო დეფიციტმაც ზრდა. ეხლა ბოლო მონაცემებით, ოფიციალურ მონაცემებს ვიცახი, აი თვითონ რასაც რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ამბობს. მათი საბიუჯეტო დეფიციტი პირველ სამ თვეში 8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რასაც არ ელოდებოდნენ, ანუ ამდენზე არ ქონდათ დეფიციტი ქონდათ გათვლილი, მაგრამ ამდენზე არა და ასევე მთლიანი შიდა პროდუქტი მინუსში არ არის, პლუსშია, მაგრამ ეს პლუსი არის 0 რაღაცა. ჩათვალეთ რომ არ არის. ამიტომ ეს ეკონომიკური მდგომარეობაც ეხლა სხვა რაღაცებს მივყვეთ, რაც ყველაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია. იცით რა არის, ეს ევროპული ბაზარი რუსული გაზისთვის იყო აი უკეთესი რო არ შეიძლებოდა რა, უკეთესი რო არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მაღალ ფასში, მაღალ საბაზრო ფასად ძალიან დიდი რაოდენობით ბუნებრივ აირს ყიდდნენ ევროპის ბაზარზე. ეს მილსადენებით რაც მიეწოდებოდა, ეს მთლიანად დაკარგეს ფაქტიურად, თუ არ ჩავთვლით ევროპის რამოდენიმე ქვეყანას და საუბარია იმაზე, რომ ეს ევროკავშირის პოლიტიკა ესეთია, რომ ეს ქვეყნებიც საბოლოო ჯამში უნდა, ყოველ შემთხვევაში დღემდე ასეთია, რომ ბოლომდე უნდა ჩაეხსნან, ასე ვთქვათ, ამ რუსულ ბუნებრივ აირს და ასევე ევროკავშირმა უარი უნდა თქვას გათხევადებული რუსეთისგან გათხევადებული ბუნებრივი აირის შესწავლაზე, ეგრეთ წოდებულ LNG-ზე. გადაერთო ჩინეთზე გაზს გულისხმობ, მაგრამ ბუნებრივი აირის შემთხვევაში გადართვა უფრო რთულია ვიდრე ნავთობის შემთხვევაში, იმიტომ რომ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ძირითადი საშუალება მილსადენია და მილსადენების ინფრასტრუქტურა განვითარებული იყო დასავლეთის მიმართულებით, მათ შორის საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული და არ იყო განვითარებული აღმოსავლეთის მიმართულებით. აღმოსავლეთის მიმართულებით არსებობს თავარი გასადენი ჩინეთს, რითაც აწვდიან, არის ციმბირის ძალა, მაგრამ მისი სიმძლავრე იმ რაოდენობასთან შედარებით, რასაც ევროპაში ყიდდნენ, არის იმის 1/3 დღეისათვის. ციმბირი ძალა 2 უნდა გაკეთდეს, მაგრამ საბოლოოდ ამ პროექტზე შეთანხმებაც ჯერ არ არის მომხდარი და უკეთეს შემთხვევაში ალბათ 2029-2030 წელს გაეშვება. არსებობს კიდე ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის მარშრუტი, რომელიც უფრო მალე მომავალ წელს უნდა გაუშვან, მაგრამ ის გასადენი შედარებით დაბალი სიმძლავრეა. სამივე ამ გასადენის ამოქმედების შემთხვევაში იმ მასშტაბზე ვერ გადიან, რაც ევროპაში ქონდა და ფასებზე ვერ გადიან. ფასი ხომ მნიშვნელოვანია, უყურეთ, შეიძლება ნაკლებს ყიდდე რაღაცას, მაგალითად
აი სანქციები, როდესაც დაწესდა რუსული ნავთობის წინააღმდეგ, რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ფასი გაიზარდა და ამ ფასის ხარჯზე ისინი უფრო მეტ მოგებას ნახულობენ და ჩინეთი ნაკლებს უხდის რუსეთს იმაში საშუალო ფასი რო ავიღოთ, რასაც ევროპის ქვეყნები უხდიდა და ჩინეთი მიუხედავად, ასე ვთქვათ, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა, არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს იმისა, რომ უფრო მაღალი ფასის გადახდას აპირებდეს რუსეთისთვის. ჩინეთს ახლა ეს გაზი ამ LNG-ის სახითაც მიეწოდება და სხვათა შორის ბევრი ვისაუბრებ ბუნებრივი აირზე და ამ დავასრულებ ამაზე საუბარს, ეს ბუნებრივი აირის ახალი ბაზრების მოძიება ყველაზე რთული ამოცანა გახდა იქიდანაც ჩანს, რომ გაზპრომი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია იყო, ბოლო წლებში დიდ მინუსებში გადის, ანუ მოგებაზე ვეღარ მუშაობს საერთოდ და ეხლა ამას ჩვენ უნდა დავამატოთ ისიც, რომ ძალიან ბევრი ექსპერტი მიიჩნევს იმას, რომ რუსეთი ეკონომიკურად ძალიან დამოკიდებული გახდა ჩინეთზე. გასაგებია, რომ კიდევ ერთხელ ვიცახი, რომ ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, განსაკუთრებით დასავლეთის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, თავიანთ გეგმებში, განზრახვებში და მიზნებში, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება ერთი ქვეყნისა მეორე ქვეყანაზე, მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყანას იმის პრეტენზია აქვს, რომ თვითონ საერთაშორისო პოლიტიკაში იგივე გავლენა უნდა ქონდეს, როგორც მინიმუმ, რაც ჩინეთს აქვს, არ არის სახარბიელო საერთოდ. ბევრი, ასე ვთქვათ, ფაქტორი არსებობს, მათ შორის ეკონომიკაში, რაც აჩვენებს, რომ მისი მდგომარეობა დღეს უფრო მძიმეა, არასახარბიელოა, ვიდრე იყო ომის დაწყებამდე. კი ბატონო, ირანში სამხედრო კონფლიქტის ფონზე, როდესაც ფასები ძალიან სწრაფად ავარდა, რამდენად აქვს ამას პოზიტიური გავლენა რუსეთის დღევანდელ მდგომარეობაზე და შეიძლება თუ არა ეს იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში მაშველი რგოლი, თუ არის ძალიან მოკლე, ასე ვთქვათ, გადარჩენის დროებითი წყარო. ერთგვარი პარადოქსული ვითარება შექმნილი რა თვალსაზრისით. ალბათ ამას უფრო მეტი ეკონომიკური ცოდნა და ექსპერტიზა ჭირდება, უფრო უკეთრო განიმარტოს ეს ყველაფერი, მაგრამ მე შევეცდები ჩემი ინფორმაციის და ცოდნის ფარგლებში გავამარტოთ. რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ, რომ ამან პირდაპირ სულზე მოუსწრო და მისი საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა. ნავთობის ექსპორტიდან ისინი ეხლა უფრო მეტ შემოსავალს იღებენ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით შეწყვიტა სანქციები და მისცა ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვა, ისედაც გაიზარდა მოთხოვნა ხო რუსულ ნავთობზე, იმიტომ რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგორესურსების 20% გადიოდა და შეწყდა, ეხლა ბლოკირებულია ეს ჰორმუზის სრუტა და ამიტომ რუსულ ნავთობზე მოთხოვნაა გაზრდილი და რაც თავი ფასია გაზრდილი და მეტ შემოსავალს იღებენ უდაოდ, მაგრამ ამ მეტი შემოსავლების მიღების ფონზედაც ამცირებენ საპროგნოზო მაჩვენებლებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის და კიდევ ეზრდებათ, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის დეფიციტი და პუტინი, რომელსაც საჯაროდ არ უყვარს ესეთი ლაპარაკი, პირდაპირ ესაუბრება აი ამ ეკონომიკის სფეროში წამყვან პირებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი იქნება ეს თუ შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელობები, რომ სიტუაცია რთულია და უნდა გამოსწორდეს. დაახლოებით ესეთი ვითარებაა. თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკირება გაგრძელდება, აი დასაწყისშივე, რასაც ამბობდნენ ეკონომიკური ექსპერტები, იმ შეფასებას ვიზიარებ მეც. თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკირება გაგრძელდება დაახლოებით 1 წელი, ეს იქნება
ანუ რუსეთმა რო ეკონომიკური თვალსაზრისით ხელშესახების შედეგი მიიღოს, არა მხოლოდ უფრო მეტი შემოსავალი, არამედ უფრო ხელშესახები შედეგი, რაც აი ამ დაღმავალ ტრენდს რუსეთის ეკონომიკაში აღმავლად გადააქცევს. ისევ ამისთვის დაახლოებით 1 წლამდე ჭირდება მას, რომ ბლოკირებული იყოს ჰორმუზის სრუტე და შენარჩუნდეს ნავთობზე მაღალი ფასები. 1, 2, 3 თვიანი ბლოკირება მისცემს მაღალ შემოსავლებს, მაგრამ არსებითად არ შეცვლის ეკონომიკურ ვითარებას, უბრალოდ მისცემს რესურსს, რომელიც ამ ომს მოახმაროს და შეავსოს ის სარეზერვო ფონდები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად დაიცალა ფინანსური რესურსებისგან. კი ბატონო. მოდი შევაჯამებ, რაზეც ვისაუბრეთ, თუ რამეში არ დამეთანხმებით ან არასწორად ვიტყვი მითხარით და ბოლო კითხვაზე გადავალ. როგორც დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ესეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ რუსეთი ერთის მხრივ ჩანს, რომ არის დაღლილი, ანერვიულებული, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯებით ჩანს, რომ კვლავ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, ის თავის სტრატეგიულ მიზნებს არანაირად არ თმობს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა შესუსტებული ჩანს, არ ნიშნავს იმას, რომ გლობალურ დონეზე დღესდღეობით რამე რადიკალურად არის შეცვლილი რუსეთთან მიმართებაში. ჩემი კითხვა არის ესეთი. ჩვენ რომ ხედავთ ესეთ რუსეთს, როგორ უნდა ვიცხოვროთ მეზობლად ქვეყანასთან, რომელიც პრაქტიკულად კუთხეში გამომწყდეული გლობალური ყოფილი გლობალური ძალა არის, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი თავისთვის, მსოფლიოსთვის, მაგრამ ამავდროულად ცდილობს, რომ არ დათმოს თავისი იმპერიული და ასე ვთქვათ, გველიკოძერჟავული პოლიტიკა. მოდით, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ამის ახსნას შევეცდები აზერბაიჯანის და სომხეთის მაგალითზე. უყურეთ, რას შვებიან ეს ქვეყნები, რისკენ ესწრაფიან. მაგალითად, აზერბაიჯანი მას არასოდეს არ ქონია მისწრაფება, რომ ნატოში გაწევრიანებულიყო, ან ევროკავშირში გაწევრიანებულიყო, მაგრამ აზერბაიჯანს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს გააჩნია თურქეთთან. ახლა თურქეთი ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ამეთანხმებით ალბათ. მან ამ თურქეთის ფაქტორმა, მათ შორის ყარაბაღის მეორე ომის დროსაც აზერბაიჯანის სასარგებლოდ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ეს საკმარისია და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, მაგრამ არა, ამაზე არ არის გაჩერებული. მას სტრატეგიული პარტნიორობა გააჩნია ისრაელთან, რომელიც ასევე მცირე მასშტაბის უფრო, ასე ვთქვათ, ტერიტორიის და მოსახლეობის თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან ანგარიშგასაწევი მოთამაშეა და სტრატეგიული პარტნიორობა გააჩნია პაკისტანთან, რომელიც ჯერთი 250 მილიონიანი ქვეყანაა რა და მეორე აგერ შუამავალია იმაში, რა ქვია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში. ამას იმიტომ ახსენებ, რომ ეხლა პაკისტანი ვიღაცამ იგი პაკისტანი რას წარმოადგენს, ესეთი დამოკიდებულება არ იყოს. ბირთვული სახელმწიფოა ამასთან. ხო. დიახ. უყურეთ, რისი თქმა მინდა. ნუ რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის საგარეო აქტივობები ამით არ შემოიფარგლება, მაგრამ ძირითადი დავასახელე. ანუ აზერბაიჯანი თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცდილობს უფრო მეტი პარტნიორი მონახოს, უფრო მეტთან დაამყაროს სტრატეგიული თანამშრომლობა. რათა ამისთვის, ასე ვთქვათ, უფრო მყარად იგრძნოს თავი. ეხლა რა შვება სომხეთი? სომხეთი ცდილობს არ ვეხები ეხლა აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოგესალმებათ, რომ ერთმაც და მეორემაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოაწერა შეთანხმებას, მაგრამ მოდი ეს გადავდოთ საერთოდ გვერდზე. რა შვება სომხეთი? სომხეთი ცდილობს, რომ ჯერ ერთი ამ ვითარებაში საერთოდ მოსპოს აზერბაიჯანთან პრობლემები ამ ყარაბაღის არარსებობის შემდეგ,
აღადგინოს ურთიერთობები თურქეთთან, მაგრამ ეს არ არის მთავარი. თავისი სამხედრო თავდაცვის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ის ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საფრანგეთთან და ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ინდოეთთან. ჩვენ რას შვებით ამ დროს საინტერესოა რა, საგარეო განზომილებას შევხედოთ. საგარეო განზომილებაში ჩვენ ვინც პარტნიორები გვყავდა. ყველასთან არათუ პარტნიორული ურთიერთობები აღარ აქვს. არამედ დაპირისპირების რეჟიმში ვართ გადასული. და პლუს ამას ანუ მოკლედ რომ შევაჯამო რუსეთი როცა ყავს მეზობლად და ან აგრესიული მეზობელი ან ძიმე გარემო გაქვს შენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენ თუ არ ახარ რომელიმე ალიანსის წევრი შენ გჭირდება მჭიდრო პარტნიორობა ძლიერ ქვეყნებთან და შენ გჭირდება ძლიერი თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა. პარტნიორების თვალსაზრისით გვაქვს უკიდურესად რთული ვითარება, აი ძალით რომ მიზანმიმავნებლური პოლიტიკით რომ დააზიანებ, ასე ვთქვათ, შენ ურთიერთობებს, აი ესეთი მდგომარეობაში ვართ და უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემას თუ შევხედავთ, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით პროგრესის ნაცვლად რეგრესი გვაქვს. მარტო აი სტრატეგიულ დონეზე დაგეგმვას რომ მივყვეთ, ხო? და ავიღოთ ერთი ფაქტი მხოლოდ. ქართულმა ოცნებამ რომ მოვიდა ხელისუფლებაში 2013 წელს შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ამით გააჩინა უშიშროების საბჭოს მეორე პარალელური საბჭო, რომელსაც ეს პარალელიზმის გაჩენა იყო შეცდომა. არ იყო სწორი, ერთი საბჭო უნდა ყოფილიყო პრემიერის ქვეშ, მაგრამ ვერ მოახერხეს, შეიძლება დაუშვათ, რომ იმ საბჭოს პრეზიდენტიდან პრემიერის ქვეშ, იმიტომ რომ პრემიერს უკვე მაშინ უფრო მეტი ძალაუფლება გააჩნდა, თორე პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგო არაფერი არ ამაქვს, ასე ვთქვათ, უბრალოდ ამ მოსაზრებებიდან გავა. ვერ მოახერხეს, ასე ვთქვათ, გადმოტანა და გააჩინეს ეს საბჭო, დაუშვათ, ამით გავამართლოთ მის კმეტება, მაგრამ რაქნა მერე 2017 წელს ერთი საბჭოც გააუქმა და მეორე საბჭოც გააუქმა. 2019 წელს რაკნა აღადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უკვე პრემიერთან. და თითქოს მივედით ბოლომდე 2025 წელს რაკნა ეს საბჭო გააუქმა. ანუ აი როგორ გითხრათ, მხოლოდ ეს საბჭოს შექმნა გაუქმება აჩვენებს იმას, რომ ხო, აჩვენებს იმას, რა პასუხისგებლობით უდგება ქართული ოცნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას და თუ პარტნიორები არ აყავს და თუ ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტები დასუსტებული ყავს, ან პოლიტიზირებული ყავს და პოლიტიკურ პოლიციად გადაქცეული, რომელიც ამოცანად შენი ოპონენტებზე მუშაობა და არა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებზე, მაშინ ისიც უნდა გქონდეს კარგად გააზრებული, რომ ერთშვენიერ დღეს ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოგიტრიალდება. კი. ეხლა კიდე თავიდან იქმნება რაღაც საკოორდინაციო თემა. არა, ეს აბსოლუტური ნონსენსია უყურეთ, იმიტომ რომ ეხლა რაც შექმნეს ეს სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მას დაევალა კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის. სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას როცა შეეხება, იქ სტრატეგიული დონეა დაგეგმვის. სტრატეგიულ დონეზე დაგეგმვაში და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში რომელიმე ცალკე აღებული 3 ან 4 ან 5 სტრუქტურა ვერ იქნება ჩართული. ამაში უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ყველა სტრუქტურა ჩართული. შესაბამისად და სტრატეგიულ დონეზე კოორდინაცია ამ უწყებებს შორის შესაბამისად ვერ განხორციელდება და ოპერატიულ დონეზე როგორ ითანამშრომლებენ ესენი ერთმანეთთან,
ამას კოორდინაცია არ ჭირდება, ამას მესამე რგოლი არ ჭირდება, ზემდგომი რგოლი არ ჭირდება, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, რომ ეს სამსახურები აქამდედაც და მომავალშიც, როცა ოპერატიულ დონეზე დაჭირდებათ, ისინი ერთმანეთთან ითანამშრომლებენ, რაღაცა ან ზემდგომი, ან გვერდზემდგომი, ან განზემდგომი რგოლი ამას არ ჭირდება. ეს რაც გააკეთეს, ეს ან საერთოდ არაფერი არ არის, ან არაფერი არ არის და პლუს აჩვენებს დაბალ კვალიფიკაციას და ცოდნას თუ კი გონიათ რომ ეს მართლა რაღაცა კოორდინაციის მექანიზმი შექმნეს. კი ბატონო, ერთადერთი იმას დავამატებ, რომ ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ერთი სუსის უფროსი ციხეში ზიან კორუფციის თვალსაზრისით. ამიტომ ახლა ძალიან ღრმად რო ჩავიდეთ, აზრი არა აქვს, მე მგონი ყველაფრის თქმელი არის ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ, თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.